ბიმერმა მამაუჩვენო და 23 ფსალმუნი ჯეფერსონთან ერთად წაიკითხა. ყველა ხვდებოდა, რომ გატაცებულ თვითმფრინავში ისხდნენ. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ ორი გატაცებული თვითმფრინავი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ტყუპ შენობებს დაეჯახა. მათაც იგივე ბედი ელოდათ. უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ. ბიმერმა ჯეფერსონს თხოვა: თუ ვერ მოახერხე, დაურეკე ჩემს ოჯახს და აცნობე, როგორ მიყვარს ისინი. თვითმფრინავიდან ვიღაცის გაურკვეველი ხმა გაისმა. ამის შემდეგ კი ბიმერმა თქვა მარადიული სიტყვები, რომელიც ამერიკის ეროვნულ გამონათქვამად იქცა. You ready? Let's roll. ასე თუ ისე, ყველას სმენია ისტორია 11 სექტემბერზე და ტყუპშენობებზე, თუმცა ბევრმა არ იცის საოცრად გმირული და დრამატული ამბავი იმ დღეს კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავის მგზავრებზე. ჩვენ ამ ვიდეოში ამერიკის გაერთიანებული ავიახაზების 93 რეისის ისტორიას მოგიყვებით და გიამბობთ ამბავს, რომლის მოსმენის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ადამიანები გმირებად არ იბადებიან, გმირებად საკუთარ თავში შიშის დამარცხების შემდეგ ხდებიან. თვითმფრინავი განრიგს 42 წუთით ჩამორჩებოდა, როცა 08 საათსა და 58 წუთზე ასაფრენი ბილიკი დატოვა. United Airlines-ის რეისი 93 იყო რიგით მეოთხე და ბოლო სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ტერორისტები მართავდნენ 11 სექტემბერს და იყო ერთადერთი, რომელმაც ვერ მიაღწია ალ-ყაიდას მიერ განზრახულ მიზნამდე. თვითმფრინავის გატაცება ურთიერთშეთანხმებული უნდა ყოფილიყო 77 რეისთან, რომელმაც პენტაგონს დაარტყა. 93 რეისის გატაცებას ხელმძღვანელობდა ალ-ყაიდას წევრი ზიად ჯარაჰი, რომელიც დაბადებული იყო ლიბანში, დიდარ ოჯახში. ის აპირებდა გამხდარიყო პილოტი და 1996 წელს გადავიდა გერმანიაში. ჯერ დაიწყო გერმანული ენის შესწავლა და 1 წლის შემდეგ კი ჰამბურგში აერონავტიკის ინჟინერიის სწავლა შეუდგა. 11 სექტემბრის მოვლენების გამოძიების მიხედვით, სწორედ ჰამბურგში გახდა ჯარაჰი მორწმუნე მუსლიმი და ჰამბურგის რადიკალურ ჯგუფს შეუერთდა. 1999 წელს ნოემბერში ჯარაჰმა დატოვა გერმანია და წავიდა ავღანეთში. 3 თვის შემდეგ ის იქ ალ-ყაიდას ლიდერს ოსამა ბინ ლადენს შეხვდა. იანვრის ბოლოს ჯარაჰი დაბრუნდა ჰამბურგში, გერმანიაში და განაცხადა, რომ მოპარეს ძველი პასპორტი, რომლითაც ირკვეოდა, რომ ის ავღანეთში იმყოფებოდა. ახალი პასპორტი და მიღებული ამერიკის მოქალაქეობით ჯარაჰი 2000 წლის ივნისში ფლორიდაში ჩავიდა. იქ მან ფრენის გაკვეთილები განაახლა და ხელჩართულ ბრძოლაში ვარჯიშიც დაიწყო. გამოძიების მიხედვით ჯარაჰი არ კარგავდა კავშირს, კომუნიკაციას თავის შეყვარებულთან და ასევე ოჯახთან ლიბანში, რის გამოც მთელი ამ შემთხვევების მთავარი ტაქტიკური ლიდერი მოჰამედ ატა ძალიან გაბრაზებული იყო. თუ ჯარაჰი მონაწილეობას გადაიფიქრებდა, მაშინ ალ-ყაიდას ალტერნატიული პილოტიც მზად ყავდა. გამოძიება ასკვნის, რომ ჯარაჰს თანახმდა 3 ფიზიკურად კარგად მომზადებული პირი, რომელსაც უნდა მოეწყოთ პილოტის კაბინის შტურმი. ყველა სხვა ჯგუფში 5 შეიარაღებული პირი შედიოდა. მას რატომ აკლდა ამ ჯგუფს ერთი კაცი? საქმე ის არის, რომ ალ-ყაიდას თავიდანვე განზრახული ჰქონდა განეხორციელებინა თავდასხმები 4 ჯგუფს, თითო 5 კაციანს, მაგრამ მხოლოდ 19 ტერორისტმა მოახერხა შეთქმულებაში მონაწილეობა. გამოძიების მიხედვით ალ-ყაიდას მე-20 წევრი ორლანდოში დუბაიდან 2001 წლის 3 აგვისტოს ჩაფრინდა. სწორედ ის აპირებდა 11 სექტემბერს რეის 93-ზე ასვლას, როგორც მე-5 გამტაცებელი. მას ამერიკაში ჩასვლისას ჰქონდა მხოლოდ $2800 და ცალმხრივი ბილეთი, ამიტომ ამერიკის საიმიგრაციო სამსახურმა იფიქრა, რომ ის არალეგალურ ემიგრანტობას აპირებდა. ის ამერიკაში არ შეუშვეს და უკან დააბრუნეს. ამიტომ თვითმფრინავში მხოლოდ 4 გამტაცებელი ავიდა. Boeing 747-222
გათვლილი იყო 182 მგზავრზე, თუმცა 11 სექტემბრის რეისს მხოლოდ 37 მგზავრი გადაყავდა. მათ შორის 4 ტერორისტი და ასევე ეკიპაჟის 7 წევრი. კაპიტანი ჯეისონ დალი 53 წლის. კაპიტნის პირველი ასისტენტი ლეროი ჰომერ უმცროსი 36 წლის. და ბორტგამცილებლები ლორეინ ბეი, სანდრა ბრედშოუ, ვანდა გრინი, სისი ლაილსი და დებორა უელში. დებორა და ვანდა პირველ კლასს ემსახურებოდნენ. სტატისტიკის მიხედვით სამშაბათ დღეს ამ რეისზე მეორე იმდენი მგზავრი უნდა ყოფილიყო. 11 სექტემბერს დილის 5 საათსა და 1 წუთზე ჯარაჰმა მობილურ ტელეფონზე ნიუ-იორკიდან ბოსტონში United Airlines-ის რეის 175-ის გამტაცებლის პილოტს მარვან ალ-შეჰის დაურეკა. გამოძიებას მიაჩნია, რომ ეს ზარი იქნებოდა დასტური, რომ თავდასხმების გეგმა ძალაში შევიდა. ცნობილია იგივე მიზნით ალ-შეჰმა American Airlines-ის რეის 11-ის გამტაცებელს მოჰამედ ატას იმავე დილით დაურეკა. თუმცა მსგავსი კომუნიკაცია არ მომხდარა ჯარაჰსა და ჰანი ჰანჯურს შორის. ჰანჯური იყო American Airlines-ის 77 რეისის გამტაცებელი პილოტი, რომელთანაც 93 რეისის გატაცება ტანდემში უნდა განხორციელებულიყო. მიზეზი დღემდე დაუდგენელია. ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთის დროით დილის 7 საათის 3 წუთიდან 39 წუთამდე 4 გამტაცებელი რეისზე დარეგისტრირდა. მათ შორის 7 საათსა და 3 წუთზე გამდი ყოველგვარი ბარგის გარეშე და ნამი 2 ჩანთით. 7 საათსა და 24 წუთზე ჰაზნავიმ ჩააბარა 1 ჩანთა, ხოლო ყველაზე ბოლოს 7 საათსა და 39 წუთზე რეგისტრაცია გაიარა სიად ჯარაჰმა ასევე ყოველგვარი ბარგის გარეშე. გამტაცებლებიდან ჰაზნავი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელიც წინასწარი შემოწმების სისტემის მიერ კომპიუტერის დახმარებით დამატებითი შემოწმებისთვის შეირჩა, თუმცა აეროპორტის თანამშრომლებს მის ბარგში აკრძალული არაფერი შეუმჩნევიათ. 7 საათსა და 29 წუთზე ჰაზნავი და გამდი თვითმფრინავში ავიდნენ და პირველი კლასის 6B და 3D ადგილებზე დასხდნენ. 1 წუთის შემდეგ ნამი ავიდა და პირველი კლასის 3C ადგილზე დაჯდა. თვითმფრინავში ასვლამდე ჯარაჰმა რამდენჯერმე დარეკა. 5 ჯერ ლიბანში, ერთხელ საფრანგეთში, ასევე თავშეყარებულთან გერმანიაში, რომელსაც წინადღით წერილის გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ ძალიან უყვარდა. ჯარაჰი თვითმფრინავში ყველაზე გვიანი 7 საათსა და 48 წუთზე ადის და 1B ადგილზე ჯდება. თვითმფრინავის გაფრენა დაგეგმილი იყო 8 საათზე, თუმცა აეროპორტის გადატვირთულობის გამო რეისი 8 საათსა და 42 წუთამდე შეფერხდა. შესაძლოა 93 რეისზე მყოფთაგან ბევრს დაენახა ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი შენობები, დინარე ჰუდსონის გადაღმა, რამდენიმე მილის დაშორებით. რეისი 93 აპრილიდან 4 წუთში, სხვა გადაცებული თვითმფრინავი რეისი 11, რომელიც დიდი ხნის აფრენილი იყო, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკს შეეჯახა. 9 საათსა და 2 წუთზე კიდევ ერთი გადაცებული თვითმფრინავის რეისი 175-ის სამხრეთ კოშკთან შეჯახებამდე 1 წუთით ადრე რეისმა 93-მა საკრუიზო სიმაღლეს 11000 მეტრს მიაღწია. გაერთიანებული ფრენების დისპეჩერმა 9 საათსა და 19 წუთზე United Airlines-ის ფრენებზე ტექსტური გაფრთხილებების გაგზავნა დაიწყო. რადგან მას ბევრი შეტყობინება ჰქონდა გასაგზავნი, ამის გამო 93 რეისმა გაფრთხილება მხოლოდ 9 საათსა და 23 წუთზე მიიღო. Hello, Command Center. Yes, sir. This is John Thomas, Ops Manager. I think we need to let everybody know this right away if they don't already. American 77 was was just west of Charleston, West Virginia, at flight level 350. It's a heavy Boeing 752. მანამდე 1 წუთით ადრე უმცროსი პილოტის ლეროი ჰამერის მეუღლემ საავიაციო საკომუნიკაციო სისტემით, ანუ ACARS-ით შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ეკითხებოდა კარგად იყო თუ არა. 9 საათსა და 24 წუთზე რეისმა 93-მა ავიადისპეჩერისგან გაფრთხილება მიიღო. ყურადღებით იყავით კაბინაში ნებისმიერი შეცვლის მცდელობის მიმართ. 2 საჰაერო ხომალდი დაეჯახა მსოფლიო სავაჭრო ცენტრს. Better check this out. Beware cockpit intrusion. 2 aircraft hit World Trade Center. Jesus. Better verify that.
9 საათსა და 26 წუთზე პილოტმა ჯეისონ დელმა ავიადისპეჩერს აშკარად გაკვირვებულმა მსგავსი ტექსტით უპასუხა. 9 საათსა 27 წუთსა და 25 წამზე ფრენის ეკიპაჟმა საჰაერო მოძრაობის მართვის რუტინულ შეტყობინებას უპასუხა. თვითმფრინავის გატაცებამდე ეს მათი ბოლო შეტყობინება იყო. სავარაუდოდ 9 საათსა 28 წუთსა და 05 წამზე გამტაცებლები კაბინაში შეიჭრნენ, რადგან ამ დროიდან დაწყებული დაახლოებით 30 წამის განმავლობაში თვითმფრინავმა დაახლოებით 207 მეტრი სიმაღლე დაკარგა. იმ დროისთვის ჩრდილოეთ კოშკს უკვე დარტყმა მიღებული ჰქონდა 42 წუთის, ხოლო სამხრეთის კოშკს 25 წუთის წინ. ჰაერში იყო კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავი რეისი 77, რომელიც პენტაგონს 9 წუთის მერე შეეჯახა. ამ ფრენებზე თვითმფრინავზე კონტროლის მოპოვებას გამტაცებლები ელოდნენ არაუმეტეს 9 საათისა, რაც დიდი ალბათობით მომდებოდა უსაფრთხოების ღვედის ნიშნის გამორთვას. დღემდე უცნობია, რატომ დაელოდნენ რეისი 93-ის გამტაცებლები კაბინაზე შტურმის დაწყებას დაახლოებით 46 წუთის განმავლობაში. 9 საათსა 28 წუთსა და 17 წამზე კლივლენდში ავიადისპეჩერებმა და 93 რეისის ფრენის ახლოს მყოფმა სხვა თვითმფრინავის პილოტებმა შესაძლო ყვირილის ან ბრძოლის გაუგებარი ხმები დააფიქსირეს. კლივლენდის საჰაერო მოძრაობის დისპეჩერმა უპასუხა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. 35 წამის შემდეგ თვითმფრინავმა ისევ ცადა კომუნიკაცია. ორივე ზარში მამაკაცი ყვიროდა. ამ შეტყობინებაში მისმა ცოლმა ლეროი ჰომერის ხმა ამოიცნო. 11 სექტემბრის დილას რეისი 93 იყო ერთადერთი გატაცებული თვითმფრინავი, რომელმაც მოახერხა შეტყობინების გაგზავნა ავიადისპეჩერებთან. სავარაუდოდ ეს იმის გამო მოახერხეს, რომ პილოტებმა იცოდნენ სოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმების შესახებ და მზადყოფნაში იქნებოდნენ. როდესაც კაბინაში შეუვარდნენ, პილოტებმა სწრაფად გაიაზრეს, რაც ხდებოდა და ჩართეს მიკროფონი, რათა დისპეჩერებისთვის მიეწვინათ ხმა. შეუძლებელია ზუსტი დროის დადგენა, თუ როდის ჩაიგდეს რეისი 93-ის მართვის კონტროლი ხელში გამტაცებლებმა. ოფიციალური პირები თვლიან, რომ დაახლოებით 9 საათსა და 28 წუთზე გამტაცებლებმა მოკლეს თვითმფრინავის მგზავრი მარკ როტენბერგი, თავს დაესხნენ კაბინას და დარჩენილი მგზავრები ეკიპაჟთან ერთად თვითმფრინავის უკანა მხარეს გადაიყვანეს. ამით შეეცადნენ მინიმუმამდე დაეყვანათ ეკიპაჟის ან მგზავრების მხრიდან მათზე თავდასხმის მცდელობები. აქ უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი უცნაური ფაქტი. ბევრი მგზავრი სატელეფონო ზარებში ამბობდა, რომ ისინი ხედავდნენ მხოლოდ 3 გამტაცებლებს. თუმცა გამოძიება სჯერა, რომ ჯარაჰი იჯდა თავის სკამზე მანამ, სანამ სხვა გამტაცებლებმა კაბინა არ დაიკავეს და მგზავრები თვითმფრინავის უკანა მხარეს არ გადაიყვანეს. მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა ჯარაჰი კაბინაში და თვითმფრინავის კონტროლი ხელში აიღო. მიუხედავად ამისა, ჯარაჰის ოჯახმა თქვა, რომ ზიად ჯარაჰი შემთხვევით მოხვდა თვითმფრინავში და ისიც უდანაშაულო მსხვერპლი იყო. კაბინის ხმის ჩამწერმა 93 ფრენის ბოლო 30 წუთის ჩაწერა დაიწყო 9 საათსა 31 წუთსა და 57 წამზე. ამ მომენტში მან ჯარაჰის განცხადება ჩაიწერა. This is the captain. We have a bomb on board. We are going back to the airport. They have met our demands. United 93. სავარაუდოდ ამ შეტყობინების გაგზავნას ის მგზავრებისთვის ცდილობდა, მაგრამ არასწორ ღილაკს დააჭირა და შეტყობინება კლივლენდის დისპეჩერებს გაუგზავნა. იგივე შეცდომა მოჰამედ ატამას დაუშვა მე-11 რეისზე. This is the captain. We have a bomb on board. We are going back to the airport. They have met our demands. დისპეჩერმა შეტყობინება გაიგონა, თუმცა უპასუხა. Calling Cleveland Center, you're unreadable. Say again slowly. ფრენის ჩანაწერები მიუთითებს იმაზე, რომ დაჭრილი მამაკაცის ხმა სავარაუდოდ კაპიტნის, ანუ დელის ხმა იყო. მისი მეუღლე თვლის, რომ დელიმ თვითმფრინავს გაუთიშა ავტოპილოტი და რადიუსი ხშირად შეცვალა ისე, რომ ჯარაჰის მგზავრებთან კომუნიკაციისთვის მცდელობები ავია დისპეჩერებისთვის გადაეცა. ჩანაწერებში ისმის პირველი კლასის ბორტგამცილებლის დებორა უელშის ხმა, სადაც ის ითხოვს, რომ არ ადგინონ.
ჯარაჰის მითითებით ავტოპილოტმა თვითმფრინავის მიმართულება შეცვალა და აღმოსავლეთისკენ შებრუნდა. თვითმფრინავი ავიდა 12400 მეტრზე. როცა ეს დაინახეს ავიადისპეტჩერებმა, ამ ბილიკიდან დაუყოვნებლივ გადაწიეს სხვა თვითმფრინავები. კაბინაში ისმის ქალის ხმა, რომელსაც სანამ მოკლავენ ან სხვაგვარად გააჩუმებენ ამბობს. რასაც მოყვა ერთ-ერთი გამტაცებლის ფრაზა არაბულ ენაზე. 9 საათსა და 29 minutზე ავიადისპეტჩერებმა ისევ გაიგონეს ჯარაჰის ხმა. ამის შემდეგ ავიადისპეტჩერებს მათი ხმა აღარ გაუგიათ. მომდენო დეტალები კი ირკვევა კაბინის ხმის ჩამწერით და თვითმფრინავის ეგრეთ წოდებული შავი ყუთის მეშვეობით. 9 საათსა და 42 წუთზე მიღებული იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საფრენი აპარატი დაუყოვნებლივ დაფრენილი იყო უახლოეს აეროპორტში. ამ ურთულეს დავალებას სააერო მოძრაობის მართვის ცენტრმა წარმატებულად გაართვა თავი და დროის უმცირეს შუალედში დაახლოებით 4500 თვითმფრინავი დაეშვა აეროპორტებში. მგზავრებმა და ეკიპაჟმა აეროფონებით და მობილური ტელეფონებით ოფიციალურ პირებთან და ოჯახის წევრებთან სატელეფონო ზარები 9 საათსა და 30 წუთიდან დაიწყეს. საერთო ჯამში 10 მგზავრმა და ეკიპაჟის 2 წევრმა განახორციელა 35 ზარი აეროფონიდან და 2 ზარი მობილური ტელეფონიდან. მგზავრმა ტომ ბერნეტმა რამდენჯერმე დაურეკა თავისოლს, ის ამბობდა, რომ თვითმფრინავი გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ბომბი ჰქონდათ. მან ასევე თქვა, რომ მოკლეს ის მგზავრი, რომელსაც შეეროდა, რომ ბომბის მუქარა სიცრუე იყო. მეუღლემ ბერნეტს მსოფლიო საოცარ ცენზე თავდასხმების შესახებ შეატყობინა. ის მიხვდა, რომ გამტაცებლების ნამდვილ მიზანს არ წარმოადგენდა ბომბის აფეთქება და უპასუხა. მან მოისმინა გამტაცებლების საუბარი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. თავის მომდევნო ზარში ცოლმა ბერნეტს პენტაგონზე თავდასხმის შესახებ აცნობა. მან ეს ინფორმაცია სხვა მგზავრის გადასცა და მეუღლეს უთხრა, რომ ის და სხვა მგზავრები თვითმფრინავის მართვაზე კონტროლის დასაბრუნებლად გეგმას ადგენდნენ. ბერნეტმა თავისი ბოლო ზარი დაასრულა ფრაზით. ითვლება, რომ ბერნეტის მიერ ნახსენები მოკლული მგზავრი მარკ როტენბერგი უნდა ყოფილიყო, რადგან როტენბერგი იყო პირველი კლასის ერთადერთი მგზავრი, რომელსაც თვითმფრინავის გატაცების შემდეგ არ დაურეკავს. ჰაზნავი პირდაპირ მის უკან იჯდა და არის ვარაუდი, რომ ჰაზნავი როტენბერგს უმიზეზოდ დაესხა თავს, რათა შეეშინებინან სხვა მგზავრები და ეკიპაჟი. სხვა ვარაუდით როტენბერგი მიხვდა, რაც ხდებოდა და შესაძლოა ცდილობდა შეეჩერებინა თვითმფრინავის გატაცება და დაუპირისპირდა გამტაცებლებს. იგივე მოხდა მე-11 რეისზე. იქაც გამტაცებელი თავს დაესხა მგზავრს დანიელ ლევინს, რომელიც მის წინ იჯდა. ნათესავებთან სხვა მგზავრებიც რეკავდნენ და ერთსა და იმავეს აღწერდნენ, რომ თვითმფრინავის სამმა მამაკაცმა გაიტაცა, ეცოთ აღმოსავლურად, ეკეთათ წითელი პენდენები და ჰქონდათ დანები. 2 მათგანი შეიჭრა კაბინაში, იატაკზე იყვნენ დაღუპულები ან დაშავებულები. ერთ-ერთ გამტაცებელს წითელი კამარი ჰქონდა წელზე, მიბმული ბომბით. მგზავრები იძულებით მოათავსეს უკანა მხარეს და გამყოფი ფარდა ჩამოაფარეს. რეკავდნენ ბორტგამცდილებლების და დამატებით იტყობინებოდნენ, რომ დაჭრეს სტიუარდესა სავარაუდოდ დები უელში. მგზავრმა ლორენ გრანკოლოსმა ორჯერ დაურეკა ქმარს, ერთხელ აფრენამდე
და ერთხელ თვითმფრინავის გატაცების დროს 9 საათსა 39 წუთსა და 21 წამზე. მან გამოტოვა მისი ორივე ზარი. გრანდ კოლოსმა კიდევ 7 ჯერ დარეკა მომდენო 4 წუთში. ქმარს შეტყობინება დაუტოვა და შემდეგ ტელეფონი მარიონ ბრიტონს ათხოვა. ამის შემდეგ კი ისტორიული ზარი შედგა. თვითმფრინავის მგზავრმა 32 რიგიდან ტოდ ბიმერმა სადად აერეკა ცოლისთვის. ზარი შედგა 9 საათსა 53 წუთსა და 48 წამზე, მაგრამ ის გადაამისამართეს სატელეფონო ოპერატორთან ლიზა ჯეფერსონთან. ბიმერმა ოპერატორს დეტალები მოუხვა. 3 წუთში თვითმფრინავი მკვეთრად სამხრეთით გადაიხარა. მობილური სატელეფონო საუბრების ანგარიშების მიხედვით ირკვევა, რომ ბიმერმა მარკ ბინკემთან, ტომ ბერნეტთან და ჯერემი გლიკთან ერთად გამტაცებლებზე თავდასხმის გეგმა შეადგინა. მათ განხილვაში და კენჭისყრაში შეუერთდნენ სხვა მგზავრებიც, მათ შორის ლუნა კი, რიჩ გუდანო, ალან ბივენი, ონორ ელიზაბეთ ვეინიო, ლინდა გრონლუნდი და უილიამ ქეშმენი. ბორტგამცილებლები სანდრა ბრეჩოუ და სისი ლაილსი. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ კაბინა შტურმით აეღოთ. ბიმერმა ჯეფერსონს უთხრა, რომ ჯგუფი გეგმავდა გამტაცებლებზე გადახტომას და თვითმფრინავის დასმას, სანამ გამტაცებლები თავიანთ ჩაფიქრებულს შეასრულებდნენ. ტოდ ბიმერმა მამაო ჩვენო და 23 ფსალმუნი ჯეფერსონთან ერთად წაიკითხა და სხვებსაც მოუწოდა შეერთებოდნენ. Say the Lord's Prayer with me. Right now, Todd? Okay. Our Father, who art in heaven, hallowed be thy name. Thy kingdom come. Thy will be done on earth as it is in heaven. Give us this day our daily bread. Forgive us of our trespasses, as we forgive those who trespass against us. Lead us not into temptation, But deliver us from evil. For thine is the kingdom, and the power, and the glory, forever and ever. Amen. Amen. შემდეგ ჯეფერსონს თხოვა. მერე ჯეფერსონს ესმის ვიღაცის გაურკვეველი ფრაზა. ამის შემდეგ კი ბიმერი ამბობს ლეგენდარულ სიტყვებს. Ready? Let's roll. მომდევნო ვიდეოში ჩვენ ამ ისტორიის ფინალზე ვისაუბრებთ. მანამდე კი გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და დისკუსია კომენტარებში გავაგზავნოთ. დიდი მადლობა.